ქართული ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა. ამ საქმეზე გვარამიას ოცნების პროკურატურამ ბრალით 16 აპრილს წარუდგინა. სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამია პოპკორნით მივიდა, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. დაბარების შემთხვევაში საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლა, რომელსაც თია წულუკიანი ხელმძღვანელობს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ბრალდებულის მიმართ ვითხოვდით გირაოს 30,000 ლარის ოდენობით. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და განმარტა, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები, რაც გულისხმობს საქმეს შეარსებულ მტკიცებულებებს, ასევე განმარტა, რომ არსებობდა მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩანენის საფრთხე. ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხაებლობის გამო 50,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს, 20,000 ლარიანი ირაკლი ოქროაშვილს, 10,000 ლარიანი გირაო კი გივი თარგამაძეს. 20,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ის თანხის გადახდას არ აპირებს, რაც შეეხება ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ თანხის გადახდის გადაწყვეტილებას ის გუნდთან ერთად მიიღებს.